მინდა კარგად დააკვირდეთ ამ 3 წლის ბიჭის თვალებს. მზერა, რომელმაც ჩემძრა და ამაფორიაქა. ჯერ 3 წლისაა. კითხვაზე თუ რა უნდა ყველაზე ძალიან გაჩუმდა, შემომხედა და მერე ყველაფერი უსიტყვოდ მითხრა. მიყურებს ახლა ეს პატარა ბიჭი და მე იმ შიმშილსა და სიღატაკეზე ვფიქრობ ლამის ნახევარი სოფელი რომ დაემოწმათ. ჩემო მადლიანო ქართველებო, თქვენ მოგმართავთ, ვინც ახლა მისმენთ. იქნებ ამჯერადაც მოვახერხოთ და ეს უთქმელი სევდა ბედნიერების ღიმილით შევუცვალოთ ამ პატარას. ჩემო მეგობრებო, მე ახლა ვარ ერთ ოჯახში, სოფელ მუხურჩაში, შადიმან ფოჩხუას ოჯახია. დედმამა ბავშვების ავათარი, მამას მძიმე ფორმის ეპილეფსია აქვს და პენსია კი აქვს 100 ლარი დანიშნული, მაგრამ ძალიან უჭირთ, ძალიან 3 წლის და 1 წლის ბიჭებია. აი ამ სოფელში დაახლოებით 10-გან ვიკითხე, სად იყო ეს სახლი რომ მომეგნო და ყველამ ვინც მომასწავლა, ყველამ მითხრა რომ უკიდურესად უჭირთ. აი ამ პატარა ბიჭებისთვის გთხოვთ ახლა დახმარებას, ძალიან გთხოვთ საკვების მარაგს ვუგროვებ. ის არის სულ შენი შეშა? მეტი არ გაქვთ? მე ახლა დავდებ ამ ვიდეოს და ვთხოვ ხალხს რომ დაგეხმარონ. ესე იგი ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად არის საკვების მარაგი, ხო? წყალი ჩამოდის? მეგობრებო, ძალიან გთხოვთ გადააზიარეთ ეს ვიდეო, გადააზიარეთ და დავეხმაროთ პატარა მურთაზის. მართალია ბავშვები ამ შემთხვევაში ვერაფერს გვიყვებიან, მაგრამ აი ეს სახლი, ეს გაუბედურებული სახლი, ნამდვილად ყველაფერს გვიყვება.